კარგად მახსოვს 2014 წელი რო იყო, სტუდენტი ვიყავი, მაშინ პირველი კურსის და დაუჯერებელ ამბად ჩანდა ჩვენთვის და ჩემი გარშემომყოფებისთვის, რომ აი ვიზა ლიბერალიზაცია გვეღირსა და უვიზოთ, შეგვიძლია ვიაროთ ევროპის ქვეყნებში და რაღაცები მე რეალისტური რო გახდა, იმდენად გამარტივდა, თუნდაც გაცვლითი პროგრამები ჩემი კურსელებისთვის, თუნდაც ვისაც ჩემ გარშემო, ჩემ ნაცნობებს შორის რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და აქვე რა ხერხებდა შესაბამისი სამედიცინო სერვისის მიღებას საქართველოში, იმათ გაუმარტივდა საზღვარგარეთ ამის მიღება. ასევე ემიგრანტებთან მე მყავდა ნაცნობი მეგობრები მაშინ სტუდენტობისას, ვისაც ძალიან ენატრებოდა თავისი მშობელი, ვის ნახვასაც ახერხებდნენ ძალიან იშვიათად, რომელიც მუშაობდნენ საზღვარგარეთ და აი ეს მისვლა-მოსვლა გაუმარტივდათ და ეს არის ძალიან მცირე ნაწილი იმ სიკეთეებიდან, რაც კი შეიძლება აღურიცხოთ და ჩამოვთვალოთ ამ ვიზა ლიბერალიზაციის კონტექსტში და უბრალოდ ამის დაკარგვის საფრთხეზე რო ვფიქრობ, მარტო ეს ზედაპირული ბენეფიტები კი არ არის, რაც თქვა მოგზაურობას ეხება ან შოპინგს და ამ შემდეგ, რასაც როგორც აღწერენ ხოლმე ვითომ, თითქოს მარტო ეგ არის ევროპაში მიმოსვლის მიზანი. ეს არის პოლიტიკური პრობლემაც უკვე, ეს უკვე საფრთხეა ის, რომ ჩვენ საერთაშორისო იზოლაციაში ვრჩებით მარტოები რუსეთთან. კარგავთ იმ მნიშვნელოვან საშუალებებს, რითიც შეიძლება უბრალოდ რაღაცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისები მივიღოთ და მე მგონია, რომ უნდა ვიბრძოლოთ ამ რეჟიმის შესასვლელად, იმიტომ რომ ამ რეჟიმს თუ არ შევცვლით ვიზა ლიბერალიზაციას უცვლელად დავკარგავთ და უვიზო მიმოსვლას და ჩვენზეა ბრძოლის გაგრძელება.